ამ ვიდეოს უბრალოდ მოვუყურებ. გააკეთე ჩემთან ერთად და რამოდენიმე წუთში იგრძნობ, როგორ იღვიძებს შენი ტვინი. ეს არის ციფრების მაგიდა, სადაც ისინი არეულადაა განლაგებული. ფოკუსი გააკეთე შუაში არსებულ რიცხვზე და პარალელურად იპოვე ყველა ციფრის ზრდადობით 1-დან 20-მდე. შეეცადე იპოვო 20 წამში. იპოვე ყველა? შესანიშნავია. შენ უკვე ავარჯიშე შენი ტვინის ყურადღების ცენტრი. თუ ვერ მოასწარი, შემდეგში უკეთესად გამოგივა, რადგან ტვინმა უკვე ივარჯიშა. ახლა ყურადღებით მომისმინე. წაგიკითხავ 8 სიტყვას. ვაშლი, წიგნი, მანქანა, სხვა, საათი, სკამი, მზე, ტელეფონი. ახლა თქვი, რამდენი გახსოვს? თუ 5-ზე მეტი გახსოვს, უკვე კარგი შედეგია. ახლა დაინახავ სიტყვებს სხვადასხვა ფერში, მაგრამ უნდა თქვა ფერი და არა სიტყვა. მაგალითად, სიტყვა წითელი თუ წერია მწვანე ფერით, უნდა თქვა მწვანე. გადავიდეთ შედარებით რთულ ვარჯიშზე. მარჯვენა ხელით დახატე ჰაერში წრე და ამავდროულად მარცხენა ხელით დახატე სამკუთხედი. გაიმეორე რამდენჯერმე, მოუმატე სიჩქარეს. თუ კარგად გამოგდის, შესანიშნავია. ეს ვარჯიში აერთიანებს ტვინის ორ ჰემისფეროს. დღის განმავლობაში სცადე გამოიყენო შენი არადომინანტური ხელი მარტივ საქმეებში, ჭამის, წერის ან ტელეფონის გამოყენების დროს. ეს გვაიძულებს ტვინს შექმნას ახალი ნეირონული კავშირები. შედეგი უფრო მოკლე, სწრაფი და შემოქმედებითი ტვინი. თუ მოგწონს მსგავსი კონტენტი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი.